მოგესალმებით უერთო ტელემაყურებლებო შუადღე მშვიდობისა, გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო მეგატივის პირდაპირ ეთერში. ამ გადაცემის წამყვანი ვარ მე ნანა თევდორაძე და 25 მარტის 4-შაბათი დღის შუადღეს მონაკვეთს გავატარებთ თქვენთან ერთად წვიმს ქუთაისში, თუმცა ამინდმა იმდენად შეგვეჩვია წვიმმა ამინდმა თავი, ამაში გასაკვირი არც არაფერია. პოზიტიურ და ღიმილით ახსოვსე გაჟღენთილ დღეს გისურვებთ. დაახლოებით 14 საათამდე დავრჩებით თქვენთან ერთად და შევეცდები რომ მოწვეულ სტუმრებთან ერთად კარგი განწყობა შეგიქმნათ. მაშასე გადაცემის პირველ ნაწილში კულტურულ და მუსიკალურ ნოტაზე ვართ. ვფიქრობ, წვიმისგან გამოწვეულ მელანქოლიას ძალიან მოუხდება კომპოზიციები და მოკლედ ხელოვნებაზე საუბარი. საბა საფარელი იმყოფება ჩვენთან სტუმრად. და ასევე ქრისტი შავგულიძე, რომელიც ოდესღაც, თუ სწორად მახსოვს, შველთან ერთად ბრძანდებოდა ხო? მაშინ თემა განსხვავებული იყო. მიხარია რომ ისე ხედავთ ჩემ სტუდიაში. მოგესალმები, როგორ ხართ? თქვენი განწყობა როგორია? მადლობა მოწვევისათვის, ძალიან კარგი, მეც მახსოვხარ და მიხარია დღეს თქვენთან. ძალიან კარგი, ვფიქრობ, საინტერესო გადაცემა გადმოგვივა, ასე რომ წარმატებები თქვენ და საკუთარ მესაც. საბა როგორ ხარ? ძალიან გაუშინაურდი ხო ჩემ სტუდიას, ასე რომ უცხოთ თავს ვერ იგრძნობ პრინციპში და იდეაში. არავისთვის არ იქნება სიახლე თუ ვიტყვი რომ მიყვარს თქვენთან მოსვლა, იმიტომ რომ თქვენ იწვევთ ამ სურვილს და ამ დამოკიდებულებას, მივესალმები თქვენს მაყურებლებს და მიხარია რომ ერთად ვართ. ძალიან კარგი. თუმცა შეიძლება ვთქვათ რომ რაღაც ესე კოლაბორაციული სტუმრობა არ გქონია. საინტერესო იქნება, რატომ გადაწყდა ამ შემთხვევაში ქრისტისთან ერთად მობრძანებული ყავით ჩემთან სტუდიაში. რამეთო საბა საფარელი შემოქმედება და ეს რაღაც მუსიკალური გზა კარგად ვიცი, პირადად მე ქრისტი, უპრიანი არ იქნება, დავიწყოთ თქვენ როდის და რატომ დაინტერესდით მუსიკით და როგორი გზა განვლეთ დღემდე რომ მითხრეთ. მე ფარმაცევტი ვარ პროფესიით, მედიცინაში ვარ ძირითადად, ახლა მეტაპზე მუშაობ საზოგადოებათა ურთიერთობის დეპარტამენტში. და ძირითადად თბილისში ვცხოვრობ და საფრანგეთთან მჭიდრო კავშირი გვაქვს, რადგან ჩვენი კლინიკა ძირითადად საფრანგეთის წამყვანებთან თანამშრომლობს. მუსიკა ძალიან მიყვარს და მუსიკის სიყვარულმა დამაკავშირა საბას. საბა ძალიან აქტიურად არის ჩართული. მე ძალიან მშურს მინდა გითხრათ მისი შრომის მოყარეობით. და ძალიან შრომილი ახალგაზრდა არის და რა ვიცი, მივესალმები მის შემოქმედებას, ძალიან მომწონს და დავაკავშირდი მე თავად ხოთერში. რა მოგწონს საბა შემოქმედებაში? ძალიან კარგი სიმღერები აქვს, ძალიან კარგი მოსასმენია და სასიამოვნო, ისეთი რომ რაღაც კარგი ფლუიდები აქვს, ისეთი რომ უხდება ცხოვრებას და ყოველდღიურობას. და რატომაც არა, დავაკავშირდი, მითხრა რომ ძალიან კარგი იდეა იყო ეს და გოცადა ერთად სიმღერა. ანუ სიმღერისადმი და მუსიკისადმი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან არ მოსულა თქვენთან? თუ როგორ შეიძლება? მეტნაკლებად ეს მოსასმენად სიმღერები, მაგრამ ეს პროფესიით არა ვარ მუსიკოსი და იმდენად ესე ღირღინით როგორც ყველა მღერის მეც ესე შემოვიფარგლები და დღეს მინდა ვთქვა რომ საბა მამამღერია და ძალიან მომწონს ის რასაც ჩვენ ძალიან კარგი. საბა რა მინდა დაგეკითხო, იცი მაპატია რომ მგონი აპირებდი რაღაც არ მოგეთქვა, ასე რომ მოინიშნეთ ვინში და არ დაგავიწყდეს. ქრისტიმ თქვა რომ რაღაც ფარმაციაში და ამ კუთხით არის, მაგრამ ალბათ თქვენ დამეთანხმებით რომ ბევრ მედიკამენტზე მეტი დიდი ძალა შეიძლება გქონდეს ხელოვნებას და მუსიკას, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი აკვიატებული სიმღერები, რომელსაც შეიძლება ყველაზე კრიტიკულ მომენტში გადავერჩინე, გადავარჩინა დილით და გადამარჩენს მომავალშიც. რამდენად შეიძლება განვიხილოთ რომ მუსიკა, როგორც აი მაგალითად ყველაზე დიდი სულის მკურნალი და მედიკამენტი, რომელსაც გვერდიდი მოვდა და იდეაში არ უნდა გქონდეს. საინტერესო კითხვა. საინტერესო კითხვა, კი, მან უკვე ჟანრს გააჩნია, ჩვენ ვიცით რომ არსებობს ჟანრი, რომელიც სასწაულებს ახდენს და ეს არის კლასიკა. ყველას მისი მუსიკა აქვს. ჟანრი, რომელსაც მე ვასრულებ და რომელიც ჩემი ფორმატია, ეს გახლავთ პოპ მუსიკა, საესტრადო მუსიკა. ეს არის ადამიანთა 75%-ის საყვარელი ჟანრი და ამ მხრივ მომგებიან პოზიციაში ვარ, მაგრამ მაინც შემიძლია ყოველთვის ვთქვა სიმართლე და გახმამაღლა გამოვაცხადო, რომ ყველაზე ღირებული, ყველაზე ძვირფასი და მართლა სულის მკურნალი არის კლასიკა. მე პირადად ვუსმენ შოპენს, ვუსმენ მოცარტს და ალბათ ეს არ არის რაღაც განსაკუთრებულად აღნიშნეს ღირსი, მე ვფიქრობ, რომ სხვანაირად მუსიკოსი წარმოუდგენელია და მუსიკოსის ყოველდღიურობა.
და მინდა ქრისტის ვუთხრა რომ ეს წაღიღინების ამბავი ნამდვილად არ არის ბევრად უკეთესი მდგომარეობა და ნეტა ყველა ასე ღიღინებდეს როგორც ქრისტის გამოსდის ეს ძალიან ლამაზი ხმის პატრონია ძალიან ლამაზი ადამიანია სულით ხორცით მოკლედ მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ მასთან კოლაბორაციით იმ დუეტებით რაც ჩვენ შეგვისრულებია და ახლაც ვფიქრობთ რომ კიდევ ერთი დუეტი შევთავაზოთ საზოგადოებას ქრისტი, რიგით მერამდენე დუეტია ეს და თქვენი ესეთი თანამშრომლობა, ანუ სმენელის რანგში ვიდრე თანამშრომლობას დაიწყებდით და პირველ ნაბიჯებს გადადგამდით, ანუ რამდენად კარგად იცნობს საფრეთის შემოქმედებას და სტაჟიან და დამსახურებულ სმენელად თუ ითვლები როგორ ფიქრობ? კი, ნამდვილად. საბა მე და საპარამეტრო სიმღერის ფლაზე საერთო მეგობრებიც ვქონდით და უკვე დავახლოვდით ერთმანეთს და მინდა ვთქვა რომ უკვე ეს იქნება მესამე დუეტი ჩვენ თანამშრომლობის და ასევე გეგმავთ რომ კორპორატულ საღამოებისთვის შექმნით ძალიან კარგი დუეტები სპეციალური რეპერტუარი კი ამისათვის და მეტომეც არა ანუ ეს არის ცნობილი სიმღერების თქვენეული ვერსიები ვინმე სპეციალურად თქვენთვის ქმნის ტექსტს თუ ანუ ეს დუეტები რა დუეტებზე არის ზოგადად საუბარი კორპორატიულ საღამოებზე არა კორპორატიული არა იმ სამზე რაც ახლა გაქვთ თუ შეიძლება იმ სამზე რაც ახლა გვაქვს არ არის ესენი ჩვენთვის შექმნილი ეს არის კი ვერსიები გახლავთ ცნობილი სიმღერების ქავერებია თუმცა საინტერესო და კარგი ვერსიებია განსაკუთრებით პირველი დუეტი ჩვენი რომელიც დანტესმა თავის მრავალრიცხოვან გამომწერებს შესთავაზა და იქიდან ვნახეს ჩვენ პირველად როგორც ესე მუსიკალური თვალსაზრისით მოყვა ძალიან კარგი გამოხმაურება ჩვენ ბევრჯერ ვიყავით სხვადასხვა ტელევიზიის სტუმრები სხვადასხვა გადაცემის მაგრამ მიხარია რომ დღეს თქვენთანაც და რა სიმღერაზეა საუბარი რომელსაც ასეთი კარგი რეზონანსი პოვა ამ სიმღერას ჰქვია რომ არ გიყვარდე რომ არ გიყვარდე ვფიცა შეგიყვარდები იმედია შეასრულებს და მეც მოусმენ იმიტომ რომ ჩემი ჟანრობრივი სიყვარულიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც ამ კუთხით მაგრამ სიამოვნებით მოგისმენ ქრისტი ეს მუშაობა რამდენად საინტერესოა საბასთან რომ მითხრა ყველაზე ხშირად რაზე კამათობთ თუ კამათი თქვენს ამბებს არ ახლავს ხოლმე თან იქიდან გამომდინარე რომ ჩემი სამსახური ძალიან შრომატევადია და ემერჯენსში მუშაობდი საბაც რომ დავიწყე დიახ მუშაობა სიმღერის კუთხით და აი როგორი დაღლილი მოვიდა თან ახალი გაცნობილი მყავს რაღაც ესე და ეს დაღლილი და ძალიან თან ვერც ვეუბნები რომ გადავდოთ ჩაწერა და ესე გაიხსნებს საბაბად დაღლილი ეს რაღაც ფეხში შველი ვიდე განსაკუთრებით სტუდიურად მუშაობას სჭირდება ენერგია საბა თქვენ როგორ დაახასიათებთ თქვენს თანამშრომლობას და სამუშაო პროცესს? ძალიან სასიამოვნო ადამიანია, ზუსტად იცის რა უნდა. ერთადერთ ნაწილში, რომელშიც შეიძლება მე ცოტა დისკომფორტი მქონია, როგორც გოგონების უმეტესობა 100 ფოტოდან 98 წუთა გაშლევინებს. ხო, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად იცის ძალიან მუშაობა კამერასთან, როგორც ფოტოკამერასთან, ისე ვიდეო და მე მინდა აუცილებლად ვაპირებ და ჩვენ შეთანხმებული ვართ ამაზე, რომ როდესაც აყვავილდება ყველაფერი, მე ატმისხების კიდევ ერთი ვერსია მაქვს, რომლის კლიპშიც უნდა გადავიღო ქრისტე. შეთანხმებული ხარ ხო? ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ყველა ადამიანს არ უხდება კამერა. ყველა არ არის ფოტოგენური, ყველა არ არის ტელეგენური და ვიცი რომ ძალიან დაამშვენებს და გაალამაზებს სამოსაყვარლეს ჰიტს. ქრისტი ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა ხო, საბას შესრულებული კომპოზიციები და ნატმისხები რომ იყვავილებს, რამდენად საცდუნებელი და საინტერესო შემოთავაზება. ალბათ ბევრი არის ფიქრე დათანხმებული ყავია იმ კლიპში მიგიღოთ მონაწილეობა. ეს ჩემთვის დიდი პატივი უნდა ვთქვა, რომ ძალიან ეს მისი ერთ-ერთი ჰიტია. მინდა ვთქვა, რომ აქედან დამამახსოვრდა ეს ადამიანი. და როცა usmenti მაშინ დავიდრე თქვათ პირველ ნაბიჯს გადადგამდი, გიფიქრია მაინც რომ შეიძლებოდა საბასთან ერთად რაიმე გემღერა და სცენაზე ყოფილიყავი. რამდენად ვიყავ მედიცინაში ჩართული სიმღერა ასე სერიოზულად ვერაზეც ვერ აღვიქვამდი. და საბამდენად პროფესიონალია თავისი საქმეზე, იცის ზუსტად რა სიმღერის რა უნდა, რა ვიცი რატომღაც ვერ გაბედე? ხო შეიძლება თქვათ. საბა არა რა მინდა იცი რომ ხაზგასმით მე ხომ ბევრი დუეტი მაქვს ნამღერი ძალიან
ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით მამრობითი სქესის წარმომადგენლები, ჩემი ძმაკაცები, ყველანი ერთხმად თვლიან და აღიარებენ, რომ ყველაზე მეტად მიხდება ქრისტესთან ერთად დუეტი. ანუ ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან ვუხდებით ერთმანეთს, როდესაც ჩვენ ერთად ვმღერით და ხო, ვითვალისწინებ. მე პირადად ჯერ შენ თვითონ უნდა იყო კომფორტულად, რა თქმა უნდა, შენი მუსიკალური პარტნიორით და როდესაც ადამიანები ერთხმად ამბობენ, რომ ეს საუკეთესოა, შენს მედუეტეებს შორის. ხო, ეგრეა. საბა ჩვენთან ხშირად ისმის და ალბათ ნაწილობრივ მეც ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქართველები მეტწილად ნიჭიერი ადამიანები ვართ, თუმცა სამწუხაროდ იქვე ზარმაცი. იშვიათად მოიძებნება ირგვლივ ადამიანი, რომ არ ღიღინებდეს, ხო, რომ არ ღიროდეს. რამდენად კარგად გამოსცეს, არ ვიცი, მაგრამ საკუთარ თავისთვის თერაპიის ერთგვარი სახეა, ხო? აი როგორ ფიქრობ, როგორ და რა უნდა გამოარჩევდეს დღეს სცენაზე მდგომ ადამიანს, მომღერალს, მუსიკოსს? მარტო ღიღინი საკმარისია, ნიჭიერება საკმარისია, თუ რამდენად შრომატევადია და თავდადებას მოითხოვს ეს საქმე? აუცილებლად უნდა იყოს ზედმიწევნით ინდივიდუალური არტისტი, რომ მის არსებობას ჰქონდეს შინაარსი და წარმატება. იმიტომ რომ განსაკუთრებით დღეს როდესაც ასე აქტუალურია ქავერების გადამღერება, ჩვენ გასაგებია რომ არაერთი ქავერი არის ჩემს პირადად ჩემს რეპერტუარში. თუ არ გააჩნია საკუთარი რეპერტუარი, თუ მისთვის არ წერენ, ან თვითონ მაინც არ ქმნის, ორიდან ერთი აუცილებელი ან უნდა გიწერდეს სხვა, ან უნდა წერდეს შენ თვითონ. ანუ უნდა შესთავაზო სიახლე, უნდა შესთავაზო შენი პროდუქტი. მაშინ შენს არსებობას აზრი აქვს ამ სფეროში და შრომას რაც შეეხება, შრომა არის უალტერნატივო. აქსიომა შრომის გარეშე არ არსებობს არც დახვეწა საკუთარი უნარჩვევების საკუთარი ნიჭის და პროფესიონალიზმზე ხო საუბარი საერთოდ წარმოუდგენელი. ძალიან ბევრი შრომა აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ შენ გახდეს საინტერესო მიმზიდველი და შენს მოსმენაში ადამიანმა გადაიხადოს თანხა. ხო, მაგრამ მოთმინებაც საჭიროა, ხო, ალბათ დღეს რო ისეთი აჩქარებულია და ხა მსოფლიო შოუ ბიზნეს რომ გადავხედოთ, ძალიან გაახალგაზრდავდა პოპულარობა, ხო? ჩვენთან შოუ ბიზნეს არ ვიცი პულსი ისინჯება თუ არა, მაგრამ ხო, მილიონერი იყოს და იყოს 18 წლის, ხო? ეს ჩვენთან შეიძლება мотиваციად გამოვიყენოთ თუ დამთრგნულად, რომ რაღაცა ჩვენ შეიძლება ვერ მოვაგროვეთ ისეთი ფინანსური დოვლათი, რითიც შეიძლება Taylor Swift-ი რასიაშია ძალიან კარგად ვიცით და ალბათ კიდე რამდენს მოაგროვებს. ხო, აი ამ კუთხით ეს მოთმინება, სად წყდება ხოლმე მოთმინება, ძაფი ან აი ამ პროცესის წინაშე რო ხარ და დგება ეს მომენტი, რას აკეთებ? აუცილებლად არ არსებობს მაგას რო არ დაეჯახო და მაინც ხდება ხოლმე რაღაც პარალელის გავლება საკუთარ თავთან და რაც მთავარია ანალიზი უნდა გაკეთდეს აუცილებლად სწორი. ეგ აუცილებლად უნდა გამოიყენო мотиваციისთვის და არა мотивაციის დასაკარგად. კი, ქრისტი, როგორად გავნადგურდებით თუ ესე ვიფიქრეთ, რომ რაღაც ისე ვერ გავაკეთეთ და ეს ძალიან ცუდ ფიქრება უნდა მოგყვეს. თავად რა მუსიკას უსმენ, ხო ერთი არა? კლასიკა მიყვარს ძალიან. შუმაში მაყვარა, ვიოლინოს უკრავს ძალიან კარგად და მის ფანი. ალდაშვილი ალბათ დედის და პირიქით, ხო? ესე გამოვიდა. ხო, აი რას ნიშნავს მაშინ ამ თემასაც შევახოთ, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა დედისთვის, ან პოტენციური დედისთვის შეიძლება იყოს მამოტივირებელი ძალა. რას ნიშნავს იყო ახალგაზრდა დედა, თქვათ, იყო მეგობარი შვილის, შვილი დედის მეგობარი და პარალელურად არ ჩამორჩა ცხოვრებას და აქონდეს რამდენიმე მიმართულებით საქმიანობა. ანუ რა სირთულეებთან და რა სიამაყესთან არის ერთობლივად დაკავშირებული? ძალიან კარგი კითხვა, მე მოვიხიბლე თქვენი. მადლობა. პირველ რიგში საკუთარმა თავმა უნდა იყო ძლიერი ფსიქოლოგიურად. გარემოება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ბევრს რთულებს ვეჯახებოდი, ყოველთვის ახალგაზრდა დედა. სულ იყო კითხვები, დავიყავი თუ დედა. და რა ვიცი, უნდა შრომა და მხოლოდ ის რომ შვილი მყავს გასაზრდელი და ეს აუცილებელია, თუ გავაკეთე დღეს შველთან ურთიერთობისას რა მიდგომებს ირჩევთ? მეგობრობა. ხო, ლიბერალური, კონსერვატიული რაღაც ძველი თუ რაღაც სინთეზი გაქვთ თქვენეული ხედვები? სიმკაცრე არაფერი არ ვერაფერი. როდის მოუტანია რა? არ მოიტანას. და მე ხა უკვე დიდი შვილია, სტუდენტია და ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე, რაც გამოკეთებია მისთვის, იმიტომ რომ დღეს ძალიან კარგი შემდგარი გოგონა სწავლობს.
სტუდენტი არის, ხატავს ძალიან კარგად ვიოლინოსაც უკრავს, ხშირად არის საფრანგეთში მიწვევებით და რა ვიცი, მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა და მიუხედავად იმისა, რომ სოციალური არის ახლა დღესდღეობით ინტერნეტით, მინდა ვთქვა, რომ წიგნიერია ძალიან და ეს ძალიან მიამაღლა. ბევრი წარმატება თქვენ შვილს და ყველა ახალგაზრდა დედას განსაკუთრებით. საბა, მოდი პირველი მუსიკალური შესრულება გავაკეთოთ, ხო? ამოირჩიეთ თქვენი სამი დუეტიდან, რომელ მათგანში ასრულებთ და სიამოვნებით მოგისმენთ. ჩვენ ესე ერთსულოვნად და ერთხმად თქვით გუშინ, რომ სიმღერას, რომელსაც ჩვენ შევასრულებთ, შეეფერებოდეს მიძღვნას და ვუძღვნით ჩვენი უწმინდესის ნათელ ხსოვნას. დიდი სიყვარულით და მოწიწებით. ისმენთ და მადლიერებით. მე ღმერთ შევავედრე შენი სიყვარული მეტი ქვეყანაზე რაღა დამრჩენია და ყველა ხატისი ნაზად დანთებული შენ და შესაძირად ჩემი სანთლებია სემდუმარებით ასე სიყვარულით ნელა რომ იწვია ჩუმად ლოცულობენ პატარა სანთლები ჩუმად ლოცულობენ ის კი რა იცია ჩუმად ლოცულობენ პატარა სანთლები ჩუმად ლოცულობენ ის კი რა იცია რომ ღმერთ შევავედრე შენი სიყვარული ხატის წინ დამხობის ცრემლი დამდენია ახლა ეს ცრემლები სანთლად დანთებულა და ყველა ხატის წინ ხედავ რამდენია ნეტავ შეისმინოს ღმერთმა ეს ვედრება ნეტავ შემიწყალოს და თუ არ გამძირავს მე კი რაც ამ ქვეყნად წმინდა სანთლებია სულ ყველას დავანთებ შენ და შესაძირად მე კი რაც ამ ქვეყნად წმინდა სანთლებია სულ ყველას დავანთებ შენ და შესაძირად მე ღმერთ შევავედრე შენი სიყვარული ძალიან დიდი მადლობა. ქიმიას რო უწოდებენ ხოლმე, ხო? მაგამბებზე მითხარით. ხო, მაგამბები ჩვენ შორის არასოდეს ხო, ეხლა მაინც და მაინც საზღვაო ურთიერთობებს არ ახლავს თავს რაღაცები და გავამიცნოთ ჩვენ შორის გამორიცხული. ქრისტე არის ჩემი უკარგესი მეგობარი. დიდი ბედნიერებაა, როდესაც კაცს ღმერთისგან გაქვს ეგ ნიჭი, რომ იყო სწორი მეგობარი ქალბატონებთან. ალბათ ამ ბავშვი კიდე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმან, რომ მე მყავს და ჩვენ კიდე სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს ქალბატონების მიმართ. ქრისტე ჩემი კარგი მეგობარია. ქრისტე თქვენ როგორ დაახასიათებთ საბას? ოღონდ ახლა რადგან ეთერში ვართ და გვერდით გიზის, ეს შეიძლება დაივიწყო და იყო აბსოლუტურად გულწრფელი. კარგი შემიძლია ვთქვა, ჩვენ არა გვაქვს ხშირი ურთიერთობა და ხშირი კომუნიკაცია, მაგრამ ის რაც გვაქვს, ეს არის მხოლოდ წრფელი ურთიერთობა, წრფელი დამოკიდებულება და პატივისცემით გამსჭვალული და მადლობა საბა ამის. მე ყოველთვის ვგრძნობ, რომ ის არის ჩემთვის კეთილი ადამიანი, სიკეთე რომ და პატივს რომ გცემს და ყურადღება გამოხატოს. დღესდღეობით მე სტუმარი ვარ ქუთაისში და ეს ძალიან ცდილობს რომ ყოველთვის იყოს ჩემთვის კარგი მასპინძელი ხო? საბა, დიდი მისია გაქვს ნახე ქუთაისში ერთ დროს სტუმრად ჩამობრძანებული საბა დღეს შესის ხორცს და ქალაქის ქუჩებში და თავად მასპინძელი ხარ. ქრისტისთვის მასპინძელებით ვარ, იმიტომ რომ გადავიდა დედაქალაქში საცხოვრებლად და თვითონ როგორ მასპინძლობას მიწევს მე რო თბილისში ჩავდივარ, ეგ ცალკე თემაა, ანუ აი ყველა საშუალებას გამოიყენებს, თვითონ შეიძლება არ იცალოს და ისე გააკეთებს, რომ
მისი მეგობრები გაგიწევენ მას პინძლობას მისი თხოვნით, მისი დავალებით, მოკლედ ქრისტე არის განსაკუთრებული ადამიანი. და მიხარია ძალიან ღმერთს მადლობას გადავუხდი, რომ ქრისტე არის ჩემი უკარგესი მეგობარი. საბა, თქვენი გეგმები როგორც ვთქვით, აპირებთ კიდე იმუშაოთ დუეტებზე და სხვა მასებზე. ჩვენ ჩავწერთ იმ სიმღერას, რომელიც მე შევასრულე მხოლოდ ქართულში. იმდენი წელი გავიდა, რომ დღეს გავიხსენე პროექტის სახელი. მხოლოდ ქართულში შევასრულე ეს სიმღერა და სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ეს სიმღერა არსებობდა ნატო მეტონიძე და დათო გომართელი ასრულებდნენ დაახლოებით 22 წლის წინ, შეიძლება მეტი წლის წინ და მაშინ, როდესაც მე შევასრულე ეს, ბევრი კომენტარი შემხვდა, რომ ვინმე დადეთ ლინკი რა სიმღერა, ვინ ასრულებს, მოეწონათ სიმღერა თვითონ და ბევრს მოსმენილი არ ქონდა. ეს გახლავთ ბასილაიას სიმღერა გული. გული შენთვის მღეროდა და გიტარის თანხლებით შეიძლება ვერ შევმღერდეთ, დღეს ვერ შემოგთავაზოთ, მაგრამ მოკლედ შემოგთავაზებთ ხარისხში სტუდიურად. კეთილი. როგორც თქვით, კიდე დამატებით დუეტები და სხვა სეგმენტზე გასვლაგდებათ. ეს რამდენად ჩარეული პერსპექტივაა თუ უკვე შეიძლება დავიწყოთ? რეალური პერსპექტივა. ხო, არა. დროში გაწელილი. კი. და ფიქრობ ამ გაზაფხულის ბოლოს უკვე გვექნება პროდუქტი, რომელსაც ვფიქრობ, რომ ჩვენზე ამხარებ. მე როგორც მჩვევია უნდა გადავიხადო ცოტა ესეთი გრანდიოზული დაბადების დღე. ოჰო. როდის გაქვს ამ საბა შემახსენე? პირველად ამ ყველაფერს. თუ შეიძლება შემახსენე. 1 მაისს და დაბადებული ხარ. აჰა, დიდი მადლობა. გელოდები სიყვარულით. ჩავენიშნო ყოველი შემთხვევისთვის როის გოლის შემთხვევაში, ანუ მინი კონცერტი იქნება. კი. ნუ სხვანაირად ვერ გამოვა რა. საბა, იცი რა მაინტერესებს? ანუ თქვენს დუეტს ეს რაღაც როგორც გრძნობთ და განვიცდი, ეს არ არის რაღაც ერთჯერადი სახე, განგრძობითია. დუეტს რა იმ სახელი ქვია, ჯერ არა გაქვთ მოფიქრებული, შეგიძლიათ ახლა გადაწყვეტოთ თუ აი როგორც წარსდგებით ხოლმე პუბლიკის წინაშე. მე სოლო შემსრულებელი ვარ, ჩვენ დუეტად არ ჩამოვყალიბდით. უბრალოდ ეს არის ჩვენი ესე ვთქვათ, ჩემი ძირითადი ხაზის გვერდზე, კიდე პარალელურად თანამშრომლობა. კი. რომელიც ძალიან კომფორტულია და თითქმის არაფერი არ თქვია, არა ვართ დუეტი, უბრალოდ ჩვენ გვაბედნიერებს და რაც თავარია მსმენელს ერთად შესრულება. ქრისტი, გაქვთ გამოცდილება რაღაც დიდი პუბლიკის წინაშე სცენაზე დგომის? იშვიათად ძალიან. და როცა ფიქრობ ხოლმე რა გრძნობა გეუფლებათ? ძალიან კარგია და ჩემთვის არ შეიძლება არ მახსოვს ბატონო არჩილ გოგბერაშვილი და მისი კეთილი საქმე. ჩვენ ახლა ეს უნდა ვთქვათ კი. ნამდვილად საბა უფრო ტყვის მე ბევრი წლებია ქალმოქმედებას ვიმსახურების სიმღერით, ჩემი სიმღერით და ხოლმე ეს შემიძლია ვთქვა, რომ პუბლიკის წინაშე მაშინ მეც გამხადა ამ ოჯახის ნაწილი, ანუ სადაც თვითონ ინტენსიურად ყოველ თვეში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ბატონი არჩილის წინამძღვრობით, მისი მეთაურობით არაერთი შემსრულებელი ბატონი ემზარ ივანეიშვილი ხო სწორად ვამბობ? ბატონი ემზარ ივანეიშვილი, ვანო ფიფია ნიჭიერიდან გახსოვთ ყველას კარგად, ქრისტინ, მე ყოველ თვეში ვსტუმრობთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქს და შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის ვატარებთ კონცერტს და ასევე ეხმარებიან, თვითონ ფონდი ეხმარება ასევე ფინანსურადაც. კონცერტის საჩუქარი რა თქმა უნდა და კიდე პლუს სხვადასხვა საშუალებით მიხმარება. კარგი საქციელი ალბათ ხო? და იქაც ესე ვიწევს ხოლმე ეს ადამიანები არიან. არაერთ სცენაზე გვიმღერია და არაერთ ტელევიზიაში და რა თქმა უნდა ეს თანდათან კიდევ უფრო მიიღებს უფრო მასშტაბურ სახეს, რომელსაც ალბათ მოვთმენლად ელოდებით. გონივრული აჭიმაქვს რომ დღეს ერთ დუეტზე იყო საუბარი თუ მეორეც იქნება თუ საბა მარტო შეასრულებთ აი მუსიკალურ ნოტაზე. და უწმიდესისთვის მიგვეძღვნა სიმღერა. გასაგებია. ანუ კიდე იქნება ერთი დუეტი არა, მე შეგისრულებ თუ არის ამის სურვილი. კი, არის სურვილი თუ შეიძლება და ვიდრე დაგემშვიდობები ქრისტი თუ არ გვიწყეს, მოდი მოусმინოთ ხო საბას. მადლობა. დღეს ესე სოლოდ შეგისრულებ და თუ თვითონ გადაწყვეტ შემომიერთდეს. რატომაც არა. არაფერი არ მომხდარა, შენი ნახვა მომინდა. მარტობით დაიღალა გული მომეჩვენა თითქოს ისე მეძახოდი შორიდან მონატრება მოვიდა მე
ეშინია მიმატოვებს გაზაფხულის ღერები იასამას და ასველებს ვიმა შენს მაგივრად იმღერებენ სევდიანი ბგერები ვეღარ მოგეფერები გული მხოლოდ შენ გიმღეროდა მხოლოდ შენზე ფიქრებს ეფერებოდა ხმაურობენ ქუჩები ოცნებები გველიან ყველა ჩვენი შეხვედრა სიყვარულის ფერია გული მხოლოდ შენ გიმღეროდა მხოლოდ შენზე ფიქრებს ეფერებოდა ხმაურობენ ქუჩები მენატრები ძალიან რა ვქნა ვერ დაგივიწყე სიყვარულის ბრალია ისე უცებ მიმატოვე არც არაფერს დამპირდი დავეძებდი შესევდიან თვალებს შენ ხარ ჩემი სიყვარულის უსასრულო ნაპირი ჩემი სულის აპრილი არასოდეს მიმატოვებს გაზაფხულის ფერები თუ დაბრუნდი გადაიღებს წვიმა როცა აღარ იმღერებენ სევდიანი ბგერები მოვალ მოგეფერები გული მხოლოდ შენ გიმღეროდა მხოლოდ შენზე ფიქრებს ეფერებოდა ხმაურობენ ქუჩები მენატრები ძალიან რა ვქნა ვერ დაგივიწყე სიყვარულის ბრალია მენატრები ძალიან ძალიან დიდი მადლობა საბა სიყვარულით მონატრებით გვეცხოვროს ადამიანებს იმიტომ რომ სიყვარულის დეფიციტი შეინიშნება ჩვენს ირგვლივ ასე რომ ყველას ჩვენი წვლილი გვაქვს ალბათ ჩვენში არ შეინიშნება რაც თავარია ხო ეგ თავარია და ვაფრქვიოთ ეს სიყვარული გაწილად თუ არ გავანაწილოთ ეს სიყვარული მარტო ჩვენთვის ალბათ არაფერია იმიტომ რომ იგივე სოციუმში გვიწევს გასვლა ასე რომ მინდა რომ ყველა ირგვლივ სიყვარულისგან ბრჭყვიალებთ ეს შენ ხომ ქუთაისელი ხარ და მინდა რომ შენ და ყველა ქუთაისელს აგიხსნათ სიყვარული და გითხრათ რომ ძალიან მიყვარხართ საბა მე ვიცი რომ ქუთაისი ძალიან გიყვარს თქვენ შეინიშნება ყოველ წამს რაღაც მშობლიურ ქალაქად რომ აირჩიე და მიუძღვენიე ცხოვრება ასე რომ ვიცი რომ გრძნობ ქუთაისიც არ არის ვალში თქვენს წინაშე და ეს გიბრუნდება ყოველ წამს ქრისტი ბევრი წარმატება თქვენ ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ ყველა ასპარეზზე. თქვენს ახალ პროექტს მე პროექტად მოიხსენიებ თქვენის ნებართვით. რატომაც არა პროექტი, რომელსაც სახელი არ აქვს და შეიძლება არ ვიცი, მოიფიქროთ ხო სახელი და შემდეგში როცა მოწვევით ვთქვათ რომ გადავწყვეტე რაღაც ჩვენს პროექტს დუეტს. დუეტი გაშინავს და პროექტი არა. არა. ხო რაღაც ფსიქოლოგიური ასპექტია თორე ჯამში ალბათ ერთი და იგივეა. დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ, დაგემშვიდობებით მორიგ საეთერო შეხვედრამდე ფერად ლამაზ და ბევრი კარგი სიახლით გაჟღენთილ გაზაფხულს გისურვებთ. ასევე დროებით. წარმატებები. დიდი წარმატებები თქვენი. საბა საფარელი. ქრისტი შავგულიძე გახსნით, თვითონ ტელემაყურებლობით ჩვენი სტუმრები, რამდენიმე წუთით ჩავისვენოთ და ისევ დავბრუნდებით, გადმოერთეთ მეგაზე დარჩით და დაგვიმეგობრდით დროებით.